მოკლედ რო ვთქვათ, საკმაოდ ბევრი წკშნიკი იყო, ალბათ სბუნ წკშნიკები სახით იატაკზე დააწვინა. წკშნიკები მუშაობენ, მაგრები არიან, სწორად იქცევიან, აი ბიჭი გაიქცა, ისევ საჭიროა. ეს კადრები, რომლებიც დღეს ოდესაშია გადაღებული, გავრცელდა უკრაინულ პაბლიკებში და უკრაინელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორც თვითხილველები უცხებიან ვიდეოზე სბუს თანამშრომლები ოდესის ქუჩებში ცკს თანამშრომლების საკმაოდ მკაცრ-ძალოვან დაკავებას ატარებენ. ოდესის რეგიონალური გამოცემა დუმსკაია იუწყება, რომ ოპერაციას ატარებდა სპეციალური დანაყოფი კორდი და სბუს შიდა უსაფრთხოების თის თანამშრომლები. გამოცემის არაოფიციალური ინფორმაციით ცექს თანამშრომლები დააკავეს ქთამისთვის, რომელიც როგორც იუწყებიან $50,000 იყო. პასუხად ოდესის ოლქის ცკში დაადასტურეს სამხედრო კომისარიატის სამხედრო მოსამსახურეების დაკავება და მოუწოდეს საზოგადოებას არ იჩქარონ დასკვნების გამოტანა, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში განაცხადეს, რომ ძირითადი პირი მოვალეობების შესრულებიდან დროებით გაათავისუფლეს. ოლქის ცკსა და რაიონის ცკს უფროსები, საიდანაც იყვნენ ეს თანამშრომლები. მაგრამ მოდით ახლა გამვიხილოთ რა მოხდა სინამდვილეში და რა ვერსიები ხალხს უსვამ ვერსიები ახლა ჟღერდება. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავითხრებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დააწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. სუბტიტრები მოწოდებულია სააგენტო კორდის საზოგადოების მიერ. პეჩი ნიუსის ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ოდესის ოლქის ცკსა და ესპეში გამოეხმაურნენ ქალაქში ერთ-ერთი რაიონული სამხედრო კომისარიატის სამხედრო მოსამსახურეების დაკავებას, რომელიც დღეს დრისით მოხდა. იქ დაადასტურეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ სამხედრო მოსამსახურეების დაკავების ფაქტი და აღნიშნეს, რომ ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სრულ თანამშრომლობას გამოძიებასთან ყველა გარემოების დასადგენად. შემდეგ მოგიყვანთ ოდესის ოლქის ცკს განცხადების ციტატას. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სრული გამჭვირვალობითა და ობიექტური გამოძიებით. სტრუქტურის, სისტემური გაწმენდისკენ მიმართული მოქმედებები, იმ პირებისგან, რომლებიც დისკრედიტაციას უწევენ სამსახურს, ჩვენი პრიორიტეტია. ცკ ასევე მოუწოდა საზოგადოებასა და მედიას თავი შეიკავო ნაადრევი დასკვნებისგან ამ ვიდეოს აღწერაში. ამავე დროს უცხებაში დაარწმუნეს, რომ ოდესის ოლქის ცკ და სპე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ასე გამოეხმაურნენ ოდესის ოლქის ცკში იმ ვიდეო რგოლებს, რომლებმაც დღეს უბრალოდ აავსეს ინტერნეტი. და მათზე ჩანს, როგორ ატარებენ სბუს თანამშრომლები კორდის დანაყოფთან ერთად. Арест людей в форме, похоже. ამ ვიდეოში და როგორც მოგვიანებით დაწერა ადგილობრივმა ოდესურმა გამოცემა დუმსკაიამ, დევნას და სროლას ახლდა პეჩის ქუჩაზე დღესდღისით.
ოპერაციას ატარებდა სპეციალური დანაყოფი კორდი და სბუს შიდა უსაფრთხოების თანამშრომლები. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით რუსული გამოცემის ცნობით, Pechi News-ის არხის ხელმძღვანელი თითქოს ქტამის აღების გამო დააკავეს. მათგან ერთმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ იგი ოდესის რადიობაზაში დააკავეს. მედიის ინფორმაციით დაკავებისას CKEX წევრებს აღმოაჩნდათ ბიტები, კასეტები და ფული, ასევე დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი. მანამდე სამხედრო კომისრებმა 2 მიკროავტობუსში ერთმანეთში დაპირისპირება მოაწყვეს მიხაილოვის მოედანზე. დუმსკაიას ხაროების ინფორმაციით დაკავებულები აღმოჩნდნენ პერესოფსკის რაიონის CKEX თანამშრომლები. მათ ძალით ჩასვეს მიკროავტობუსში. ბრძოლებში მონაწილეს და იარაღით მუქარით თითქოს და მისგან $30,000 ძალავდნენ. გამოცემა დუმსკაიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომლისგანაც ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, წინასწარ მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს. მანამდე ის უკვე დააკავეს. საადის ცნობით, წარგენილი დოკუმენტების მიუხედავად, მათ შორის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მოწმობის, მასზე ზეწოლა მაინც გაგრძელდა და განაცხადეს, რომ მაინც დააკავებდნენ. აღწერაში ამ ვიდეოსთან. დუმსკაიას ინფორმაციით მასზე თითქოს და ზეწოლა განხორციელდა. მაშინ ამ მამაკაცმა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს თანახმა იყო CKEX თანამშრომლებისთვის $30,000 გადაცემა. მაგრამ მანამდე სბუს დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ ფულის გადაცემა მოხდებოდა. ამის შემდეგ დაიწყო კორდისა და სბუს სპეციალური ოპერაცია. ყოველ შემთხვევაში ასე იუთხება დუმსკაია. ამავე დროს, ციტატა, დუმსკაიას კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს Bully News-ზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში. მუშაობდა პოლიციასთან ერთად მსხვილ კლიენტებზე. ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური კომენტარი ოდესაში CKEX თანამშრომლების დაკავებაზე, რომლებიც ადამიანებს იტაცებდნენ და მათგან ფულს ძალავდნენ. როგორც იუთხებიან, 5-კაციანი ჯგუფი, რომელთაგან 4-ით CKEX თანამშრომელია, ძალით სვამდნენ მამაკაცებს სამსახურებრივ მიკროავტობუსებში და ფულს ითხოვდნენ. ემუქრებოდნენ ფრონტზე მოიერიშეებად გაგზავნით. ისინი დააკავეს დანაშაულის ჩადენის დროს, როცა კიდევ ერთ ადამიანს იტაცებდნენ. მისგან $30,000 ითხოვდნენ. ბოროტ მოქმედებს. სბუს განცხადებით, მათთვის ეჭვის შესახებ შეტყობინების წარდგენას ამზადებენ და მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბმული ამ ვიდეოზე. ასევე დუმსკაიას ინფორმაციით, პერესოფსკის სამხედრო კომისარიატის თანამშრომლების გარდა დღესდღისით მოკლეს ბმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ბმული Pechi News-ზე არხის ბმული მოცემულია Pechi News-ის ამ ვიდეოს აღწერაში. Позже в командовании сухопутных сил უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოდესის ოლქის და პერესიფსკის რაიონის სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელები ბროებით ჩამოაშორეს მოვალეობების შესრულებას, რადგან მიმდინარეობს გამოძიება ხმაურიანის სკანდალის გამო. სამსახურებრივ გამოძიებას ჩაატარებს სამხედრო სამართალდაცვითი სამსახური და იქ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამართალდამცა ორგანოებს სრულ მხარდაჭერას უწევს. შემდეგ კი მოგაწვით უკრაინის სახმელეთო ძალების ციტატას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეტყობინების ჯგუფების სამხედრო მოსამსახურეების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულია სამსახურებრივი გამოძიება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ანუ ალექსანდრე სირსკის გადაწყვეტილებით, ოდესის ოლქის ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის უფროსი, ასევე პერესიპის რაიონის ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის უფროსი დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან. ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამართალდაცვითი სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსს დაევალა სამსახურებრივი გამოძიების ჩატარება. გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უსვამთ ხაზს, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან უკანონო ქმედება დაუშვებელია და მათ უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. აქ წერტილებს დავახენებ. მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები ამ გამოშვების კომენტარებში. მაგრამ მინდა პირდაპირ მიმართო გაურეცხავ გაველურებულ რუსებს, უკრაინის აგრესორებს, რომლებიც ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში მოვლენ და რაღაცის წერას დაიწყებენ. თქვენ გაურეცხავ რუსებს, აქ ადგილი არ გაქვთ. თქვენი ბინჯური პირებიდან ამოსული ყველა სიტყვა წაიშლება, ხოლო თქვენ დაბლოკილები იქნებით. ამიტომ ეს იქნება შესანიშნავი ფილტრაცია, რომ გავწმინდო YouTube არხი ასეთი რუსებისგან, რომლებიც მოდიან და რაღაცის წერა უნდათ ჩემს YouTube არხზე. ამიტომ შეგიძლიათ არც კი სცადოთ, მაგრამ თუ მაინც ცდილობთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ სამუდამოდ დაბლოკილები იქნებით. ადეკვატური მაყურებლებისთვის დავამატებ, რომ გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი კომენტარები და ალაიქეთ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის.
ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.